20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ ოს სეპარატისტებთან ერთად ბრძოლა უკვე ქართული მიწის საზღვრის გეოგრაფიულ დამცველს კავკასიონის ქედს გამოუცხადა. ქართველთა ხელით როკის უღელტეხილზე გვირაბის გაჭრის იდეამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ფარული პროცესი დააჩქარა. როკის გვირაბის იდეა საიდან წარმოიშვა? რომ მტკიცე ყოფილიყო კავშირი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის. ეს კავშირი გეოგრაფიული თვალსაზრისით მტკიცე არ იყო. რატომ? წარმოიდგინეთ, ცხინვალიდან ოსი როგორ უნდა მომხდარიყო ორჯონიკიძეში. უნდა ჩამოსულიყო გორში, ცხეთაში, ასულიყო დუშეთში და იქედან გადასულიყო მერე სამხედრო გზით დღევანდელ ვადიკავკაზში ორჯონიკიძეში. გადასასვლელები რამდენიმეა ჩრდილოკავკასიის ქედზე, მაგრამ წლის უმრავლეს დროს ის გამოუყენებელია. ასე რომ ოსები დაფიქრდნენ, რაღაც მათ აჯანყება რომ წამოეწყო თქვა, რაღაც სამხედრო კონფლიქტი დაწყებულიყო საქართველოს წინააღმდეგ. ისინი დაუცველები იყვნენ. რადგან დახმარებას ვერ მიიღებდნენ. დახმარება უნდა მიიღოთ როგორ ორჯონიკიძე, დუშეთის ჟინვალი, მცხეთის გავლით. სხვა მხრიდან დახმარება ვერ შემოვიდოდა. ვერ შემოვიდოდნენ ვერც რუსები ვთქვათ. აუცილებელი იყო ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მომავალი გაერთიანებისათვის ამ გეოგრაფიული ბარიერის მოსპობა, რომ გადაადგილება ყოფილიყო სწრაფი და შეუფერხებელი. თავდაპირველად გვირაბის გაჭრის ორი პროექტი არსებობდა. ერთი როკის, ხოლო მეორე მამისონის უღელტეხილიდან, რომელიც რაჭის ტერიტორიაზე გამოდიოდა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას პრობლემას არ უქმნიდა. როკზე რთული ბუნებრივი პირობებისა და ზვავსაშიშროების მიუხედავად, კრემლმა ოსის სეპარატისტებისა და საკუთარი აგენტურისათვის საქართველოში შავი ხვრელის გასაჭრელად საკავშირო ბიუჯეტიდან თანხა არ დაიშურა და 1978 წელს გვირაბის მშენებლობა სწორედ როკის უღელტეხილზე დაიწყო. მესადგომ იყო საშინელება. იქ გზა ერთადერთი გზა ხეობაში უნდა გვევლო, სადაც მოდის მდინარე, მას უძახდნენ, ზაქს უძახდნენ ზემოთ სათავეში, აქეთ უკვე იყო ზარამაგი მდინარე, რო ვთქვათ. და იქ სულ მაგალითად ნარიდან, ნარი ეს არის კოსტა ხეთაგუროვის სამშობლო, იქაა დაბადებული. იქ იყო ხიდი მდინარეზე, ამ ხიდიდან იყო 8 კილომეტრი ნახევარი პარტალამდე, შნეთ პარტალამდე. და აქ თითქმის 100-ზე მეტი ზვავი ჩამოდიოდა ზამთრის პერიოდში. ისე რომ თითქმის ხან 10 დღე, ხან 2 კვირა, ხან მეტიც ვიდექით ხოლმე სანამ გზას გავწმენდავდით ხეობაში და გავიტანდით მასალებს. ამ ხრივ მაგალითად მამისონის პერიოდი იყო ძალიან საუკეთესო. მან არავითარი ზვავსაშიში არ იყო. მიდიოდა გზა ჩვეულებრივად რა, დაქანებები, ფერდობები იყო ძალიან სადღაც 30 გრადუსამდე, ისე რომ მან არასდროს ზვავი არ წამოვიდოდა. კრემლმა ჩრდილოეთ კავკასიის დაკავშირება საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არ დაუშვა. მამისონის უღელტეხილიდანაც რო შემოხვიდა რაჭის ტერიტორიაზე უნდა ეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია და არ გაირთულეს საქმე. და როკი უშუალოდ ჯავის რაიონს უკავშირდება შესაბამის რაიონს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მაშინ ეს რით დასაბუთდა? სამხედრო აუცილებლობით დასაბუთდა ჯარის გადმოყვანისათვის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ამდენი წელი არსებობს როკის გვირაბი და რუსებმა მოსკოვმა ის ერთადერთხელ გამოიყენა სამხედრო საჭიროებისათვის 2008 წლის აგვისტოში. არავითარი ჯარი როკის გვირაბით არ მოძრაობდა, იმიტომ რომ მომარაგება ხდებოდა საბჭოთა წყობილების დროს რკინიგზით და ავტოტრანსპორტით მომარაგება და ჯარის გადმოყვანა იყო წამჯობიანი მაშინ, დროში იჭიმებოდა და საქართველოს ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე ყველაფერი შემოქონდათ ან გროზნო-ბაქოს რკინიგზით, ან ხოთიდან ბათუმის ნავსადგურებით და იმ რკინიგზით, რომელიც შავი აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე გადის. ასე რომ მისი ეკონომიკური მომგებიანობა რუსეთისათვის იყო ნოლის ტოლი.
ის ფაქტიურად იყო საქართველოსთვის გამიზნული თუ საქართველოსთან რუსეთს ომი მოუხდებოდა. საბჭოთა პერიოდში რუსეთს ეს გვირაბი სამხედრო დანიშნულებისათვის მართლაც არ გამოუყენებია. როკის გვირაბის რეალური საშიშროება პირველად ქართველმა და თვით ოსმა ხალხმაც ეპოქათა გასაყარზე 90-იანი წლების ბატალიების დროს გააცნობიერა და მისი ამოქოლვის მოთხოვნაც წამოაყენა. ორ ხალხს შორის გამოუცხადებელი ომის პროვოცირებამდე შიდა ქართლში მცხოვრების საღად მოაზროვნე ქართულ-ოსური მოსახლეობის განწყობა და იმ პერიოდის მაჯისცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულმა დოკუმენტურმა მასალამ შემოინახა. ჩვენს არქივში ინახება მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ თავიდანვე, როდესაც გაჩნდა ეს იდეა, არა მარტო მოსახლეობა სხვათა შორის და არა მარტო ქართული მოსახლეობა, თვითონ ხელისუფლებაც და არაფორმალური მოძრაობაც ერთსულოვანი იყო იმაში, რომ ამ გვირაბის პროექტი არ უნდა გახორციელებულიყო. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ მასალებს, რომელიც სრულად ასახავს იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, სუნთქვას და ნახავთ, რომ მას მერე რაც პირველი მოთხოვნა არის სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული ავტონომიური ოლქის გაუქმება, ნომერ მეორე მოთხოვნად დგას. სასწრაფოდ გადაწყდეს როკის უღელტეხილის შემდგომი ფუნქციონირების და მიზანშეწონილობის საკითხი. ამას ხელს აწერს ათასობით მაცხოვრებელი, რომელიც ცხოვრობდა იმ პერიოდში ცხინვალის რეგიონში. აქვე შეიძლება ვნახოთ წერილები, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ რადგან ჩრდილოეთიდან იარაღის შემოტანის ფაქტები უკვე დადასტურებულია, დროებით მაინც წესრიგის აღდგენამდე გადაიკეტოს ჩრდილოეთში გამავალი საავტომობილო გზა, როკის უღელტეხილი, ან გადაიკეტოს, ან საერთოდ ამოქოლილ იქნეს. მსგავსი წერილები ჩვენ არქივში ძალიან ბევრი არის დაცული, რომელიც, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში ყველაზე აქტუალური იყო. ყველა მოთხოვნის მეორე პუნქტად არის თემა, რომელიც როკის უღელტეხილს შეეხება. საქართველოს ტერიტორიაზე 10 წრეულებზე გათვლილი შავი ხვრელის არსებობის გამო ტლანმართლის ძიებას არ ვაპირებთ. ჩვენ უბრალოდ ისტორიას გიყვებით. ასევე სიმართლეს ამ ისტორიის შესახებ. სიმართლე და ცოტათი საამაყო ალბათ ისიცაა, რომ თუნდაც ტოტალიტარული მმართველობის პირობებში საქართველოს კომუნისტი ცეკას მდივნებიც კი როკის უღელტეხილზე გვირაბის გაჭრას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. გვირაბის გაჭრის ისტორია კი ბევრ საიდუმლოს ინახავს. 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც როკის გვირაბის გაჭრის საკითხი ოფიციალურად დაისვა, ცეკას პირველი მდივნის თანამდებობა ვასილ ჟავანაძეს ეკავა. მან სამხედრო დანიშნულების გვირაბის საშიშროება კარგად გააცნობიერა და კრემლში საპროტესტო წერილი და თხოვნაც გაგზავნა, რომ გვირაბი არა როკის უღელტეხილის, არამედ მამისონის მხრიდან გაჭრილიყო, რომელიც გაცილებით ხელსაყრელი და უსაფრთხო იყო ქართული სახელმწიფოსათვის. ჟავანაძე იბრძოდა ამისათვის, უნდა გითხრათ, რომ ჟავანაძე იბრძოდა, რომ როკის ოსეთის ტერიტორიით კი არ ყოფილიყო ეს ოსეთის ტერიტორიაზე, არამედ აქეთ ყოფილიყო. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მე უნდა გითხრათ, რომ ჟავანაძეს მაშინ აჯობეს და აჯობეს ოსმა გენერლებმა. ოსი გენერალიტეტი, სხვადასხვა შორის რუსეთის არმიაში მაშინ ბევრი მსახურობდა და ბევრი ყავდა ეს ოსებს ცნობილი გენერლები და აი მათ დიდი როლი ითამაშეს ამაში. ჟავანაძე იყო ერთ-ერთი დიდი პატრიოტი კაცი საქართველოს. ერთ-ერთი პატრიოტი კაცი და აი სწორედ ამიტომაც მოხდა შემდეგ ჟავანაძის ჩამოცილება საქართველოს ხელისუფლებიდან. ჟავანაძის შემდეგ ცეკას პირველი მდივნის თანამდებობაზე ედუარდ შევარდნაძე დაინიშნა, რომელმაც როკის გვირაბის მშენებლობას ასევე სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა პოლიტბიუროს წევრებთან და გენერალიტეტთან გამკლავება ვერც მან შესძლო. შევარდნაძის წინააღმდეგობის შესახებ თბილ გვირაბმშენის იმდროინდელი სამმართველოს უფროსი, დამსახურებული მშენებელი ვიქტორ გოცირიძეც საქმის კურსში იყო. პირადად მე გოცირიძემ მითხრა, რომ ძალიან წინააღმდეგი იყო შევარდნაძეო აქ გვირაბის გაჭრისო. თავიდან თქვენს რა შევარდნაძეს აბრალია და ეს და მე დამაინტერესა და გოცირიძემ თქვა რა შევარდნაძის არავითარი ბრალი არ არისო. შევარდნაძე პირიქით წინააღმდეგი იყო მაგისო და ძალიან ეწყინაო მაგას როცა ბრძანება მოვიდაო მოსკოვიდან რომ დაიწყეთ როკის გვირაბის მშენებლობაო.
როკის გვირაბისადმი ქართული მხარის უარყოფითი პოზიციის მიზეზს კრემლში კარგად ხვდებოდნენ. ამდენად მაშინდელი საკავშირო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე ბაიბაკოვი ედუარდ შევარდნაძეს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისათვის ჩრდილოეთ პორტალის მხრიდან საკონტროლო გამშვები პუნქტის აშენებას დაჰპირდა, რაც როგორც წესი არ შესრულდა. ბაიბაკოვმა როცა გაიგო, რომ წინანდელი ავტომატური როკის გვირაბის მშენებლობას ასეთ რამ უთხრა, რომ მეჩვეულ თქვენ ეს გეშინიათ. თუ ოსები სხვა ჭკვარი დაგდებიან, შეიძლება ოსები და სხვები შემოიჭრან გვირაბის მეშვეობით. ამიტომ კავკასიონის ქედის გადაღმა, ესე იქეთ ჩრდილოეთის გამოგიღებთ 50 ჰექტარს თუ 60 ჰექტარს ფართობს, რომ ააშენეს საკონტროლო პუნქტი, ჩააყენეთ თქვენი მეთვალყურეები, ესე იგი სამხედროები და თუ მოსაჭრელ უატარებთ. ახალაზე ვარ თქვა არ შეიძლება, მაგრამ თავითვად როკის გვირაბის წინააღმდეგი ვიყავ შემდეგაც, იმიტომ რომ ინტუიციები ადამიანები რომ რატო არიან დაინტერესებული ასე. უჩვენე კავკასია დააკავშირონ საქართველოსთან, სამხრეთ ოსეთთან. არა საქართველოს, მარტო საქართველოსთან, არამედ სამხრეთ ოსეთთან. ეს თავისთავად უკვე შეიცავდა საფრთხეს. ეხლა იქ გამოვიდა ტერიტორია, მაგრამ მე წავედი მოსკოვში გადამიყვანეს, იქ სამშენებელი არავინ არ იყო და როკის გვირაბი დარჩა ძალაში. რუსეთისთვის ეს იყო სტრატეგიული დანიშნულების და ჩვენთვის იყო უბედურება. საქართველოსათვის უბედურების დასაწყის, რომელსაც ხალხთა მეგობრობისათვის ბებერი კავკასიონის გული შეეწირა, ასეთი პათოსით აშუქებდა საბჭოთა ქართული ტელევიზია. აფეთქების ხმა ავსებს ხეობას. დილიდან საღამომდე გუდუნებენ უზარმაზარი საფრთხო მანქანები. ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობით სიახლეებში რა ნაღმიციდო, კარგად ხვდებოდა იმდროინდელი პარტიული ელიტა. თუმცა თბილ გვირაბმშენის ქართველ გამოცდილ ინჟინრებს, რომელთაც ცნობილი და დამსახურებული მშენებელი ვიქტორ გოცირიძე ხელმძღვანელობდა, მაშინ ამაზე არ უფიქრიათ. მომავალში შავი ხვრელის სახელით შერაცხული გვირაბის გაჭრის სამუშაოებს, როგორც სამხრეთის, ისე ჩრდილოეთის მხრიდან ქართული საგვირაბო ბრიგადები უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ. ამათასნაირი საზრუნავისათვის რომ თავი გაერთო ჩვეულებრივ მშენებელს, თვეები დასჭირდება. თბილ გვირაბმშენის უფროსი კი ამას საოცრად მოკლე დროში ახერხებს. ალბათ იმიტომ რომ ძალუც შენიშნოს და გამოყოს თავად საუცხოო ორგანიზება აუკეთოს როგორც საკუთარ, ასევე სხვის შრომას. Надо работать, понимаете, днем и ночью. Организуйте проверку выхождаемости рабочих. Организуйте выхождаемость, как они приходят рабочие к нам, через наши отделы, через ваши отделы кадров, понимаете. Удовлетворение такая просто, понимаете, это очень серьезный вопрос. Это вопрос поставлен перед нами, значит, соответствующими директивными органами, мы должны это делать выполнить. Ამიტომ რომ როგორც ასეთი სპეციალიზირებული ასე იგი სამართლო იყო თბილ გვირაბშენი. და ეს ასე თუ ისე საქართველოს ფარგლებში შედიოდა სამხრეთი მთლიანად, ხო? და მეტი ვინ აშენებდა მას თუ არა ქართველი ხალხი და თბილ გვირაბშენი. იმ პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის ბილარ კაბალოევის გარემოცვასა და თუნდაც მისაღებში ჩრდილოეთ პორტალის მე-15 საგვირაბო რაზმის ხელმძღვანელი გივი ნიკოლაიშვილი ყველაზე სასურველი სტუმარი იყო. ძალიან კარგი კაცი იყო აფკომის მდივანი ჩრდილოეთ ოსეთის კაბალოევი ბილარ რამაზავევიჩი, იდებული კაცი, ძალიან უყვარდა ქართული ხალხი. ჩვენ ხშირად გქონდა ხოლმე ლაპარაკი, რომ ჩავდიოდი აფკომში რაღაც მჭირდებოდა, ყოველთვის დამარჯენდა, მიმიღებდა, მეტყოდა ხოლმე შენ მოცდა არ გინდა ჩემთან შემოსვლის დროს ფეხით შეიძლება გარბე გავოდო მოხვიდე. თქვენ ხელა საქმეს გიკეთებთო რა, რომ მე არ შემიძლია რომ თქვენ და მოგაცდევინოთ რომ აი დამელოდეთ და ამ ჩაეწერეთ მიღებაზე ან რა. ტრანსკავკასიონის საავტომობილო გზის მშენებლობაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. შეერთდა სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მომავალი გვირაბები. შეხედეთ რა სიხარული აღმოჩნილი
გვირაბ გამყვანთა სახეებზე. ამიტომ იყო ასე საზეიმო გზის მშენებლობის სახელდახელო თავყრილობა ბედერი კავკასიონის გულში. გზა ადამიანთა დაახლოების, დაკავშირების საშუალებაა. გულთა შორის იდეა ხიდები და იჭრება მთების გულიც საამისოდ. დიდი საქმის შორს გამიზნულ გეგმებზე ჩრდილოეთის პორტალის ნომერ მე-15 ბრიგადის ხელმძღვანელს გივი ნიკოლაიშვილს ხალხთა მეგობრობის ეგიდით კავკასიონის გულის გამოჭრის დასრულებისას ორი სათადარიგო გვირაბის შეერთების დროს სწორედ ჩრდილოეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ბილარ კაბალოევმა მიანიშნა. გაუმხილა ისიც, რომ ოსიერის აუხდენელ ოცნებას ასრულებდა და ამაში კავკასიის სამხედრო ოლქის ოსიეროვნების გენერლის ისაპლიევის ხელი ერია. მაგან მითხრა მე, გივი შენ გეტყვი ყველაფერს რაში იყო საქმე. მე ვუთხარი რატომ მაგალითად რომ წვალდებით ასე ვწვალობთ რომ გაგუკეთებია მაგალითად მამისონზე უკვე იქიდან იმოძრავდით, იქიდან ჩახვიდოდით სამხრეთ ოსეთში და ყველაფერი იქაც მოსაზურეა სამხრეთ ოსეთი. მითხრა არა ესო არისო ოცნებაო ოსი ხალხისო. მე ოსმა ხალხმა მთხოვაო რომ თქვენ უნდა გაგუკეთოთ ის რომ ჩვენ გქონდესო მისასვლელი გზა სამხრეთ ოსებთანო. მე იძულებული გავხდიო რომ არ მიეცათო პრივილეგიაო მამისონის გვირაბის გაკეთებაზე. ამიტომ იძულებული ვიყავიო ამიღე ეს პროექტი მეო და ჩავედი ჩრდილოეთ კავკასიაშიო, სადაც პლიევი იყო მაშინ კამანდრობდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ნაწილებს ყველას რა კამანდოში ზაკავკესკი ვაიმნი ოკურკო რა ესე ერქვა მაგას ვაჟნი გეროი სავესკევოს საიუდა ჩავედი და ვთხოვე რომ დაგვეხმარე ოსი ხალხის ოცნება რომ შესრულდესო დაგვეხმარე ამაზეო მითხრა მე ყველაფერს გავაკეთებო ყველანაირად ვეცდები გავაკეთოს ყველაფერიო აიღო ეს პროექტი და მოსკოვში წავიდაო მივიდა კოსიგინთანო ელაპარაკა იმას და თხოვა რომ ოსი ხალხის ოცნება უნდა ასრულდესო კოსიგინიც ახლა ადამიანია ახლა ორი გზის გმირია საბჭოთა კავშირის ესეთი მიღებული კაცი ყველანაირად და უთხრა მე მაგ საქმეს გაგიკეთებთო და მოაწერა პირდაპირ დააწერა სასნოვი იყო მინისტრი ტრანსპორტის მშენებლობის მინისტრი იყო. სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ივანე კაპიტონოვი. 1983 წელს გვირაბის გახსნის საზეიმო ცერემონიალს მოსკოვიდან საეჭვოდ ბევრი სტუმარი დაესწრო. იყო ბევრი ხალხი იყო რა მოსკოვიდან ბევრი აი გოსტროი გოსპლანი სულ ყველა მოსულები იყვნენ ნუ აინტერესებდა ყველას მის უმეტეს რუსეთს ძალიან აინტერესებდა მაშინვე ეს ამბავი ეთქობა იმიტომ რომ ეხლა გოსპლანი და ეს რა საჭიროა იქ რომ მოვიდეს გვირაბის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვა ჩრდილოეთის ნომერ მე-15 საგვირაბო რაზმის ხელმძღვანელს გივი ნიკოლაიშვილსა და თბილ გვირაბმშენის დირექტორს ვიქტორ გოცირიძესაც ერგოთ. ქართველმა მშენებლებმა მოსკოვიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციის წინაშე მაშინ პირველად გამოთქვეს ეჭვი, რომ გვირაბი ერთიან ქართულ სახელმწიფოს პრობლემებს შეუქმნიდა. შეიძლება ამან გამოიწვიოს მეუთხარი ის რომ ოსებმა მოინდომონ გაერთიანება მეთქი სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება და ცალკე დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობა მათი. ანდა როგორც იყო, მაგრამ შეიძლება უკვე რუსეთის გავლენის ქვეშ, ესე იგი, როგორც დღეს არის რა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყველა აიღეთ ეს რესპუბლიკები, სულ ყველა შედის რუსეთის მფლობელობის ქვეშ. მეთქე ესეთ იქნებოდა და მაშინ ჩვენ ის ვიფიქრე, რომ მაშინ კარგავდით ჩვენ სამხრეთ ოსეთს, როგორც ასეთი. იმიტომ თუ მათ გაერთიანდებოდა ჩრდილოეთ ოსეთთან, მაშინ კარგავდით ჩვენ ეს, მაშინ მე ვიფიქრე. მერე ბოლოს უკვე გოცირიძეც მას თქვა რომ მე ვეთანხმები გივისო რომ ამ გვირაბმა არ გამოიწვიოს მე რაღაც ოს და ქართველ ხალხს შორის ერთმანეთში შუღლი და უკმაყოფილება და თელი ამბავიო და დაძაბულობის განმუხტვა ჩრდილოეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ბილარ კაბალოევმა სცადა.
და ქართული, ოსური და რუსეთის დელეგაციების წინაშე საქრესტომათიო სიტყვით წარსდგა, რომელსაც ისტორიული წიაღსულებით ახლდა. მე გამოვიდა ეს კაბალოები, მაგას მიყავდა ყველაფერი, რაც იყო იმ დროს იქ. ეს აღნიშნავდი ყველაფერი თამადა ეგ იყო, სულ ყველაფერს ეკეთებდა და თქვა, მაგრამ მოყვარო, არაო. მე თავიდანაც ადრე შილაპარაკა, თავიდანვე რომ ეს ქართველები ჩვენი ძმებია, ჩვენ სიცხით ნათესავები ვართ, სულ ყველაფერი. მაგრამ თქვა რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდა, ჩვენ ოსი ხალხიო, ვერასდროს ვერ დავივიწყებთ ქართველი ხალხის პატივისცემას და ქართველ ხალხმა რაც ჩვენ გავუკეთა და ოს ხალხს გავუკეთაო. და მაშინ მოყვა ისტორია, მაგრამ რომ მე-18 საუკუნის დასაწყისში, როცა წააგო ალანები მაშინ ძლიერები ყოფილან, მაგრამ წააგეს დონის კაზაკებთან ომი და მათმა მოდიეს პირდაპირ ორჯონიკიძემდე მოვიდნენ, ну მაშინ იყო ძალუჯიკაო რა, ეგრე ვდახდნენ. ხო და იძულებული იყო ოსი ხალხი, რომ ზოგი კაბარდო-ბალკარეთში, ზოგი ჩეჩნეთში, ინგუშეთში და საქართველოში გადასულიყვენ პერევლით, ფეხით გადასულიყვენ და ეთხოვათ რომ იტყვიან რომ მიიღოთ ხალხი და დაესაქმებიათ და როგორ დავავიწყდება ჩვენ რომ ქართველ ხალხმა როგორ მიიღესო ჩვენი ხალხიო, ოსებიო, დაასაქმესო, დაასახლესო, ყველანაირად ხელი შეუწყოთ და დღესო ჩვენ უნდა ვამაყობდით იმით, რომ ოსი ხალხი რო გამრავლებულია ამ სამხრეთშიო, ეს იმით მოხდა, რომ ქართველი ხალხმა ძალიან კარგად შეუწყო ხელი მათ, ესე იგი ცხოვრებას და ყველაფერს. Канун 1987 года, когда вершина Большого Кавказского хребта уже покрыта была снегом, приняла поток грузовых и пассажирских машин перевальная автомобильная дорога через Роки. Уникальный тоннель, один из самых протяженных в Европе, обеспечил круглогодичное движение транспорта из республик Закавказья в центр страны. ზოგადად ბილარ კაბალოევის მოღვაწეობას საკუთარი ქვეყნისა და ერის სოციალურ, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში თაობებმა უმაღლესი შეფასება მისცა. თუმცა მისი როგორც პოლიტიკოსისა და პარტიული ფუნქციონერის ბიოგრაფია სწორედ როკის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობამ შექმნა, რის გამოც ის წლების მანძილზე მრავალ ინსტანციაში იბრძოდა. მას ასევე ორგზის და სამგზის აქვს მიღებული ყველა ის პრემია და უმაღლესი ჯილდო, რომელიც საბჭოთა მმართველობის პირობებში არსებობდა. სხვათა შორის ბილარ კაბალოევი ქართველების მიმართაც განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. თუმცა მისი ეს კეთილგანწყობა მხოლოდ როკის გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ შეიცვალა. მაგალითად, 1987 წელს მან მისი ძველი ქართველი მეგობარი საკუთარ მისაღებში 45 წუთის განმავლობაში ალოდინა. სულ სხვანაირი მოქმედება ჰქონდა მაგას თავიდან. აი მობრძანდით და პატივცემულობებით და მთელი ამბები და აქეთ-იქით და მე რომ მივედი მომიწია 1:45 წუთით სამ. და რო შევედი მე უკვე სულ სხვანაირად მე მისი მოქმედება ჩემს მიმართ არა როგორ იყო და მანამდე სანამ მშენებლობა მიმდინარეობდა და მშენებლობის შემდეგ უკვე სულ სხვანაირი იყო და მაშინ ვთქვი მე 93 წელში როცა შევიკრიბეთ ნარში და აღნიშნავდით გვირაბესა სამხრეთ და ჩრდილოეთ პარტალების შეერთებას მაშინ როგორი რო ვთქვი ესე იგი მე სწორი ყოფილვარ მეთქი მაშინ გამოვიტანე ესეთი დასკვნა მე რომ მეფიქრა მაშინ და მწოდნოდა რომ აი დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი მაშინ სულ სხვანაირი მოქმედება იქნებოდა ნუ გადგო 1991 წლის 22 იანვარი თბილისში გაიხსნა საქართველოს კომპარტიის 26 პრეზიდენტი. უკვე 80-იანი წლების დასაწყისში ოსი ინტელიგენციის ერთი ნაწილის ანტიქართული განწყობილების შესახებ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზეც იმშელეს. თუმცა სოციალისტური ინტერნაციონალიზმის იდეებით გატაცებული ქართველი კომუნისტები ეროვნულ სახელმწიფოებრივ საკითხებში მაინც და მაინც პრინციპულობას ვერ იჩენდნენ.
უფრო სწორედ კი არაქართველი მასების განაწყენებას ერიდებოდნენ. ამავდროულად ოსური სეპარატიზმის იდეოლოგებს როკის გვირაბმა კიდევ ერთხელ ხელფეხი გაუხსნა. 1983 წლის 10 დეკემბერს საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის ანდროპოვის სამუშაო მაგიდაზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან მორიგი წერილი გაჩნდა. და რას წერო მიცივესები? აი ეხლა დადგაო ჩვენი გაერთიანების საკითხია. ოსეთის წარმომადგენლები წერენ ანდროპოვს წეროს. აი ეხლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთო. ხომ გაკეთდაო როკის გვირაბიო. ეხლა ხო შეგვიძლიაო დაკავშირებაო ჩვენ. ეხლა ხო ზამთართან არა ვართ მიბმულიო. აი ამიტომ მოგვეცით ეხლა საშუალება და გადაწყვიტეთ გაერთიანდეს ორი ოსეთიო. მიმეუნება ოსებს ვერ გაერთიანდნენ, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე. მათ შეუძლია წავიდნენ, მინდა გაერთიანდნენ. ეს საკითხი ეხლაც დგას. ოსების გარკვეული ნაწილი ეხლა ზამოთხანს მოსაზრებას და ატყოფნას გაერთიანების შესახებ. ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ. მაგრამ პარადოქსია ისე გულახდილად ვიღოთ, ეხლა პარადოქსული მდგომარეობაა. სამხრეთ ოსეთი რამდენიმე 1000 მოსახლით არა არის სახელმწიფო და რომელსაც აღიარებს ვიღაც ხო აღიარა მაინც ორი სახელმწიფო ხო აღიარებს ეხლა რუსეთის მოსყიდული სახელმწიფოებია და თვითონ რუსეთის ხო აღიარებს და ამ დროს ჩრდილოეთ ოსეთი არის რუსეთის შემადგენლობაში. აბა როგორ არის ეს ერთი ოსი არის სახელმწიფო და მეორე ოსი წარმომადგენელი არის თქვათ რუსეთის შემადგენლობაში. ეს არ არის პარადოქსი? 1983 წელს ანდროპოვის სახელზე გაგზავნილი წერილი ასევე ბევრ ამბიციურ სეპარატისტულ და ისტორიულად დაუსაბუთებელ მოთხოვნას შეიცავდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მაგალითად დოკუმენტებში ვკითხულობთ. საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამოჩენა სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დემოგრაფიული საკითხებისადმი. ქართველების მიერ სამხრეთ ოსეთის ტოპონიმიკური სურათის შეცვლა. სამხრეთ ოსეთის ბოლშევიკური ინტელიგენციის ფიზიკური განადგურება. სამხრეთ ოსეთის რევოლუციური დღესასწაულის საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების 1920 წლის 5 ივნისის აღნიშვნის აკრძალვა. სამხრეთ ოსეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის 1758 წელი აქვს სრულიად დაუსაბუთებლად მითითებული 200 წლის საიუბილეო თარიღის მიფუჩეჩება საქართველოს ხელისუფლების მიერ და 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის 200 წლის დიდმასშტაბიანი აღნიშვნა. მოსო სეპარატისტები ასევე მოითხოვდნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ერთიან სოციალისტურ რესპუბლიკად გაერთიანებას, რა თქმა უნდა რუსეთის შემადგენლობაში და ამ პრობლემასთან დაკავშირებით პლებისციტის ან რეფერენდუმის მოწყობას. რა თქმა უნდა ეს წერილი ქართული მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა მისი არსებობის შესახებ ფართო მასებისათვის მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი. აქ უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ მას ხელს არ აწერდნენ ოსი ეროვნების წარმომადგენლები შიდა ქართლიდან და ვაკეთებთ დასკვნას, რომ ის გამოხატავდა მხოლოდ ოსური სეპარატიზმის იდეოლოგთა სულისკვეთებას და არა მთლიანად ოსიერისა. 90-იან წლებში ოსურმა სეპარატიზმმა გაცილებით ორგანიზებული სახე მიიღო. უბრალო მოსახლეობაში გახშირდა შეიარაღების ფაქტები. ახლად ფეხადგმულმა საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ ვითარების ადგილზე გასარკვევად ცხინვალში ჩასვლა და ოს ხალხთან დალაპარაკებას სცადა. 23 ნოემბერს ქართველი და ოსი ხალხი კარგად დაგეგმილ ფართომასშტაბიან სისხლიან პროვოკაციას გადაურჩა. თუმცა მაინც მორიგი ნაბიჯი გადადგა გამოუცხადებელი ომისაკენ. პროვოკატორებს რაეროვნების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი. თურქი თვითგამოწმები ჩვენ პასუხს არ დავცეთ და სწორედ დაგვიდით ამ წელს ამ განცხადებაში აქცენტი გადაგებული იმ ასოციაციებზე, რომლებსაც ქმნიან ოსიერის, აზერბაიჯანელის, სომეხების ჯანსაღი წარმომადგენლები. ეს ის ნაწილია ამერისა, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ინტერპოლს, მოსკოვს ესარაცხობს, მოსკოვს საქართველოს გულის წინა გულთან აღდამული მაღალი უნდა მოყოთ. ეს არის ინტერპოლი, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არ არსებობდა და რომელიც საქართველოში ვერ შეასრულა. Адаму, мне кажется, играла определенную негативную роль, потому что эта идея овладела определенной частью населения. Добро! Ჩვენ ამბილად საქართველოს დამოუკიდებელი რომ გახდეს, ვერც გენოციდს მოუწყობთ უცხო ტომის წარმომადგენლებს. ეს ჩვენ არ გვაკადრება, ჩვენს ქრისტიანობას არ ეკადრება. ჩვენ
ვერც გავასახლებ საქართველოს ტერიტორიიდან და ვერც აუგზავნებ საკუთარ ენაზე ლაპარაკს. ჩვენ ჯერ ვაპირებთ მიტინგების ჩატარებას. ტარდება სანქციონირებული მიტინგი, საგანგებოდ დგას ავტობუსები და ყველა შეუძლია წავიდეს. და გავახსენო ცხენების ლოგოის ცხოვრებას სუპერიის ყოვლისა ჩემი შვილი უზორად იმასაც თვლიდა რომ ოსანა კაცო ხო შორის მხოლოდ შემოგვიდა მეგობრობილი ხო პრაშავნის რომ შეიძლება რომ ჩვენ ძმები ვიყოთ შეიძლება და ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა და სასიხარულოა